მივესალმებით ჩვენს ამაყ ქვეყანას. მივესალმებით საქართველოს ღირსეულს. პატრიოტი ხალხით სავსე სიამაყით სავსე საქართველოს. მოგესალმებით ქართველებო. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დედებო, მამებო, ბებიებო და ბაბუებო, დებო, ძმებო, შვილებო, ბიჭებო და გოგოებო. ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს, ისეც როგორც ამაყი ქართველი ერი იმსახურებს. პირველი რაზეც მინდა ძალიან მოკლედ თქვა. რატომ შევიკრიბე დღეს აქ? იმიტომ რომ უთხრათ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ არ არსებობს მსოფლიოში იმაზე ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც არის ქართველი ერი. ქართველები, რომლებიც ვერასდროს წარმოვიდგენ ჩვენ თავს, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე, რომელიც ორიენტირებული ვიქნებით ყოველთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩვენ ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში, ერთიან ძლიერ, თავისუფალ, სრულად დამოუკიდებელ საქართველოში. და მე მინდა მივესალმო ჩვენს ქართველებთან ერთად, ჩვენ ყველა ეთნიკურ ჯგუფს, ყველას აფხაზებს და ოსებს კიდევ ერთხელ, ჩვენს აზერბაიჯანელებს, სომხებს და ყველას, ვინც კი ამ ქვეყნის მოქალაქეა და ვინც ქართველია. იმიტომ რომ არსებობენ ქართველი სომხები, ქართველი აზერბაიჯანელები, ჩვენ ყველანი ერთად ქართველებად ვიწოდებით. და ჩვენი საერთო მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ დიდი ილიას სიტყვებს მიყვებით. მამული, ენა, სარწმუნოება. და დიახ, ჩვენ ყველა ვიცით, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში, ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ჩვენ უნდა გავხდეთ აუცილებლად ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები. და ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ ევროპა ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული, უფრო თამამი, უფრო ამაყი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ შევავსებთ ევროპას. ჩვენ ჩვენი კულტურით, ჩვენი იდენტობით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას. ჩვენი სვლა არ არის მარტივი, ჩემო მეგობრებო, ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ბევრი ამოცანა გვაქვს წინ, ბევრი ამოცანა აქვს ქართულ ოცნებას, ბევრი ამოცანა აქვს მას თავის ლიდერთან, ლიდერებთან ერთად, თავის საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს არის სვლა დეოკუპაციისკენ, ეს არის სვლა ეკონომიკური განვითარებისაკენ. ეს არის სვლა კიდევ ერთხელ ვიტყვი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ეს არის სვლა გრძელვადიანი მშვიდობისაკენ და ყველაფერი ერთად ცოტა რთულია, მაგრამ ამას ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ. და ამას შევძლებთ ყარად სიამაყით და ორ ფეხზე დგომით, რაც მთავარია. და არ შეიძლება რომ ამ პოზიტიურ საუბართან ერთად არ გავიხსენოთ ჩვენი უკანასკნელი დროის ძალიან დიდი ბევრი წარმატება. თქვენ იცით რომ ახლა კამპანია დაიწყო საქართველოს მთავრობამ, ამის დიდი პიარი არ ჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ პირველად ისტორიაში მაგალითად ჩვენმა სპორტსმენებმა როგორ გვასახელეს ამის არტკმა არ შეიძლება. საქართველოს ეროვნული ნაკრები საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. პირველად ისტორიაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. პირველად ისტორიაში და ეს განვითარების და წინსვლის გარეშე შეუძლებელია. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. პირველად ისტორიაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 6 ერის გუნდებთან გაიმარჯვა და ბოლოს განსაკუთრებული სიხარული რამაც მოგვანიჭა. პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და მიულოცოთ და მადლობა გადაუხადოთ თითოეულ იმ გმირ ბიჭს, რომელმაც ეს სიხარული გვარგუნა. მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ, მე მივესალმები კიდევ ერთხელ იმ უდიდეს რაოდენობას და აქ რაოდენობაზე არ არის, ეს არ არის სწორი სიტყვა, იმ ადამიანებს, რომლებიც
რომლებთანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დარჩენილა დღეს საქართველოში არც ერთი ოჯახი, რომლის თითოეული წარმომადგენელი აქ არ იყოს, ყველა კუთხის, ყველა სოფლის, ყველა ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი. საქართველოს გაუმარ? 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 ძალიან დიდი მადლობა. ახლა ვთხოვ ჩვენს ერთ-ერთ სიამაყე, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერს ტახა კალაძეს. მოგესალმებით, ჩემო გულანთებულო ქართველებო, ჩვენო თანამებრძოლებო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ. შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს აქ დგას საქართველო. დღეს აქ დგას თბილისი. დღეს აქ დგას ხალხი. ვისი სურვილია ევროპული მომავალი. ევროპული მომავალი ღირსებით, სიამაყით და თავაწეული. ჩემო მეგობრებო, როგორც ყოველთვის, ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ერთსულოვნება არის საქართველოს განვითარების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის, მომავალი გამარჯვებების უმთავრესი საფუძველი. ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ უთხრათ კაფიოთ და გარკვევით. საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ უდიდესი კულტურით, უდიდესი ისტორიით, უნიკალური ენითა და დამწერლობით, საკუთარი ტრადიციებით, რწმენით, თავისუფლების სიყვარულით, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული ერი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მიზანი საკუთარი იდენტობით და სუვერენიტეტით, მყარი მორალური ღირებულებით, ოჯახის სიმტკიცით, სარწმუნოების ხელშეუხებლობით, სრული დამოუკიდებლობით გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ქვია. სამწუხაროდ, დღეს გარკვეული ძალები ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა. არიშლიან მცდელობას ქვეყანა არიონ და ხელისუფლებაში ისევ ის ადამიანები დააბრუნონ, რომელთა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა. ამას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს არასდროს. ეს არ მოხდება არასდროს. ჩემო მეგობრებო, გამოდიან და გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. გვიმტკიცებენ, რომ თითქოს გამჭვირვალობა ცუდია და LGBT პროპაგანდა კარგი. გვიმტკიცებენ, რომ NGO-ებს უფლება აქვს საქართველოში რამდენის უნდათ იმდენი რევოლუციის მოწყობას სადონ და ჩვენ მათი ფულის წარმომავლობაც არ უნდა მოვიკითხოთ. რევოლუციას კიდევ ერთხელ რო დაგეგმავენ ქართველმა ხალხმა, თურმე ისიც კი არ უნდა ვიცოდეს, საიდან მოდის თანხები და ვინ აფინანსებს აღნიშნულ რევოლუციას. გასულმა რამდენიმე კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და დაგვანახა, რომ NGO-ებისთვის გამოყოფილი თანხების 90%-ზე მეტი საქართველოში აგენტურის გაძლიერებას ემსახურება. გაირკვა, რომ იმ თანხების უდიდესი ნაწილიც კი, რომლებიც თითქოს სოფლის მეურნეობას, შუშუმპირებს ზრუნვას თუ კავკასიურ სახლს მოხმარდა, ტყუილად არ დახარჯულა. როგორც კი დაჭირდათ, როგორც კი ნახეს აუცილებლობა და საჭიროება, ყველა ეს NGO ერთად გამოიყვანეს და ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირეს. პირდაპირ გვეუბნებიან ქართველებს, მეგობრებო, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება და არანაირი უფლება არ აგვაქვს იმისა, რომ ვიცოდეთ
ვინ აფინანსებს ჩვენს ქვეყანაში ფსევდო-ლიბერალურ პროპაგანდას, ვინ აფინანსებს მართლმადიდებულ ეკლესიაზე შეტევას, ვინ აფინანსებს ნარკოტიკების პროპაგანდას, ვინ აფინანსებს რადიკალიზმს, ქვეყნის არდასვენების, გამუდმებულ მცდელობას. გვეუბნებიან, რომ ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა იცოდეს, მაგრამ ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ. ჩვენი დღევანდელი ბრძოლა, რომელიც NGO-ების და LGBT პროპაგანდის შესახებ კანონის მიღებას უკავშირდება, მეგობრებო, სინამდვილეში ეს არ არის ბრძოლა უბრალოდ ორი კანონის მისაღებად. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დასაცავად. სწორედ ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავდგეთ ერთად და ბოლომდე გავიტანოთ გასატანი, რათა პრინციპულად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მისი ტრადიციული ღირებულებები არ დაუშვათ სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობის დაკარგვა, რომელიც 30 წლის წინ ჩვენი მშობლების თაობამ საქართველოს დაუბრუნა. ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ დღეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვიყოთ დამოუკიდებლები, ვიყოთ თავისუფლები. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევ ქვეყნის გარეთ. საქართველო არასდროს იქნება არავის ვასალი. ჩვენ მოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებით. ყველას დაუმტკიცებთ, აბსოლუტურად ყველას, რომ საქართველო იმსახურებს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რომლის გარეშეც ყველა სახელმწიფოებრივი ამოცანა ყოველგვარ ფასს კარგავს. დღეს შემიძლია პირდაპირ თქვა, საქართველოს მართავს ერთმუშტად შეკრული გუნდი, რომელსაც ზუსტად აქვს გააზრებული თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს და ხალხის წინაშე, რომელიც მოქმედებს არა გარედან ვიღაცეების კარნახით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა ჭირდება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, რა ჭირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩემო მეგობრებო, ჩემო გულანთებულო ქართველებო, გუნდს, რომელსაც ქართული ოცნება ქვია დემოკრატიული საქართველო, ამ გუნდის დამფუძნებელს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა გადაუხადო განსაკუთრებული მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ 2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლების საქმიანობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორედ ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა იმისა, რომ ურთულესი გამოწვევების მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, მიუხედავად უდიდესი შემოტევებისა, ჩვენ მოვახერხეთ პრინციპული პოზიციის შენარჩუნება და დავიცავით მშვიდობა, შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში. დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს. საქართველოს არ ყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. მის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, ინტელიგენციის გვერდში დგომა და გადარჩენა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, საქართველოს ეროვნული იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებას. ასეთივე ეროვნული ამოცანით შემოვიდა ის 2011 წელს პოლიტიკაში, როდესაც საკუთარი სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დააყენა და ხშირად უთქვია საუბრებში, როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, მეუღლეს ვემშვიდობებოდი, იმიტომ არ ვიცოდი ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არაო. და ამ ყველაფრის მიუხედავად ის დადგა იქ,
სადაც ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, სადაც ჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს და აგენტოკრატია ეროვნული ხელისუფლებით შეცვალა. სწორედ ამიტომ ესხმიან მას თავს ასეთი გააფრთხრებით. დაუწესეს ფაქტობრივი სანქცია, რამდენჯერმე დაემუქრნენ ფორმალური სანქციებით, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს და მინდა იყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ასე იქნება მომავალშიც. საქართველო უპირველეს ყოვლისა. ალბათ ყველას გახსოვთ ამის საპირისპიროდ გაუმარჯოს ჩვენს ძლიერ, ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს გაუმართ! გაუმართ! ქართველების საქართველოს გაუმართ! ჩემო მეგობრებო, ალბათ გახსოვთ ამის საპირწონედ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იგივე ადამიანებს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩაადენინეს. სააკაშვილი მოწონდათ, რადგან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ყავდათ მომართული და რასაც ეთყოდნენ, ყველაფერს აკეთებინებდნენ. ბიძინა ივანიშვილი კი სწორედ იმიტომ არ მოსწონთ, რომ დღეს ის არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მთავარი გარანტი საქართველოში და ყოველთვის ამ პრინციპებით, ამ მიდგომებით ვიქნებით ქვეყნის სიყვარულში. და ბოლოს, ჩემო მეგობრებო, მამული, ენა, სარწმუნოება, ეს ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. ჩვენ ვართ საქართველო, ქართველი ხალხი, ცოდნით, გონიერებით და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარულით განაგრძნობს ამ ქვეყნის შენებას. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ფასეულობებზე ყარად მდგომი სახელმწიფო. საქართველო უპირველეს ყოვლისა. დიდი მადლობა კახას. მეგობრებო, თუ კი რაიმე ხდება შემთხვევითი არაფერია და ჩვენ გვიწევს ჩანს რომ გვიწევს ბრძოლა ღირებულებების გარშემო და ეს არ არის მართლაც კახას დავეთანხმები ბრძოლა რაღაცა ერთი ან ორი კანონისათვის. ასე არ უნდა დავწვრილმანდეთ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ მთავარი ღირებულება ეს არის სამშობლო და მისთვის თავის გაწირვა შეიძლება. არათუ რაიმე კანონზე საუბარი. და ვიღაცებს ყურს ჭრის ეთყობა და კიდე ერთხელ გავიმეოროთ. მამული, ენა, და ჩვენ ყველაფერი ეს ვისთვის გვინდა, ჩვენი მომავალი თაობებისათვის. და მე მინდა ახლა ვთხოვო, მოგმართოთ ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ბრწყინვალე წარმომადგენელს, მარიამ ბურჯალიანს. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ჩემთვის საოცრად ამაღელვებელია ამდენი ღირსეული, გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლა. მე აქ ვხედავ ჩემს მეგობრებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ახალგაზრდული მსვლელობით შემოგვიერთდნენ. დღეს აქ ყველანი საქართველოს უანგარო სიყვარულმა მოგვიყვანა. ჩვენ სიმართლე, თავისუფლების, ისტორიის, კულტურის და რელიგიის სიყვარული და პატივისცემა გვაერთიანებს. ჩვენი ვალია დავიცვათ თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, მარო მაყაშვილის საქართველო, რომელმაც არაერთ სასტიკ და დაუნდობელ დამპყრობელს გაუძლო და გაუტეხლობის მაგალითი აჩვენა. დღეს ჩვენ ხმას გავაგონებთ მათაც, ვინც ცდილობს დაუპირისპირდეს და გაანადგუროს ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეებია რაც დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ვალია, რომ ერთი მხრივ ქართული იდენტობა, მამული, ენა, სარწმუნოება დავიცვათ, მეორე მხრივ კი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა მოვახერხოთ. ილია მართლის გზა დღესაც გრძელდება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე თავაწეულები და ამაყები
ღირსეულად გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ და ძლიერ საქართველოს. დიდი მადლობა მარიამს. მე მინდა კიდევ ერთ ღირსეულ წარმომადგენელს, ჩვენ ერეკლე გაგნიძევს თხოვო. მიმართოს სიტყვით ჩვენ ძვირფას საზოგადოებას. მოგესალმებით, მივესალმებით ჩემს თანატოლებს, უფროსთაობას, საქართველოს პატრიოტებს. დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ როგორც მხოლოდ ერთი ხმა მრავალ შორის. მიხარია რომ ხედავთ ამდე გულანთებულ ადამიანს, რომელიც იცავს ჩვენ ენას, მამულს და სარწმუნოებას. სცემენ პატივს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას და იმ ღირებულებებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა მოიყვანა დღევანდელ დღემდე. ჩვენ სწორედ ამ ფასეულობების და ღირსების დაცვით გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ. აქ ვართ მოქალაქეები, რომლებიც ვართ გაერთიანებული საერთო იდეით და ხედვით უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ის ჯგუფები, რომლებიც კანონის სახელით ვეღარ ძალადობენ, ცდილობენ საზოგადოებაზე მოახდინონ ფსიქოლოგიური ტერორი, ცხებენ ტალახს, ავრცელებენ დეზინფორმაციას და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მომავალ თაობაში ჩაკლან ქართული სულისკვეთება. სწორედ ამიტომ დღეს ახალგაზრდებს გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ უფროსთაობასთან ერთად დავისვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება, შევინარჩუნოთ ქართული იდენტობა და გავხდეთ ევროკავშირის წევრი. როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა, აწყოს, რომელსაც არ აქვს წარსული, არ აქვს არც მომავალი. ასეთ გულანთებულ სახეებს რომ ხედავ, მახსენდება ის უზარმაზარი ძალა, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია. ძალა, რომელმაც დაწერა გამარჯვების ისტორია 2012 წელს. სწორედ ამ გუნდის, ქართული ოცნების და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან. დიახ, ჩვენ არა მხოლოდ გვინდა ევროპა, არამედ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო. თუმცა ჩვენს ოპონენტებს გონიათ, რომ ევროპა არის ჩვენი ფასეულობებზე უარის თქმა. გონიათ, რომ ევროპაში მხოლოდ ცალფეხზე დგომით შეგვიძლია ყოფნა, მაგრამ ჩემთვის, როგორც ერთი ახალგაზრდისთვის, ევროპა სწორედ დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და არა პატრონები და დღეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვცდილობთ შევქმნათ ღირსეული ევროპული მომავალი, რომლითაც ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობები იამაყებენ. გაუმარჯოს ერთიან, მშვიდობიან და დამოუკიდებელ საქართველოს. ღირსებით ევროპისკენ. დიდი მადლობა ერეკლეს. მე როგორც ხედავ, მოთხოვნილება არო კიდე ერთხელ მაგრა დავჭეკოთ. ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ამაღ საქართველოს გაუმარ! 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 დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მეგობრებო. თქვენ იცით რომ ბოლო წლები განსაკუთრებით რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის. და მართლაც რამდენიმე მცდელობა იყო რევოლუციის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არავის არ მოგჩვენებია არც 2020 წლის ამბები, არც 21-ის, არც 22-ის და აი ამ ტურბულენტობაში მოახერხა ჩვენმა ქვეყანამ ბევრი წარმატების მიღწევა. რა თქმა უნდა, ეს ხა ბევრჯერ შეიძლება ვახსენოთ და უცნაური არ იქნება არავისთვის, რომ არა გუნდის ლიდერი ცოტა გაგვიჭირდებოდა ეს ამბები, მაგრამ ქვეყნის გაძღოლა რაც არ უნდა მხარდაჭერა გქონდეს ამ პერიოდში ძალიან რთული იყო და ეს შეძლო ერთმა პატრიოტმა კაცმა და ღირსეულად გაიარა ეს გზა. მე მინდა ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვო. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მივესალმებით ჩვენს ღირსეულ პატრიოტ მოქალაქეებს, ჩვენს თავისუფლების მოყვარე ქართულ ხალხს და რა თქმა უნდა ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ თანამოქალაქეს. ჩემთვის დიდი პატივია, ძვირფასო მეგობრებო, მოგმართოთ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებას, ვისთვისაც ხელშეუვალია ღირებულებები, რომელიც უკავშირდება ღირსებას, თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. დღეს მახსენდება 2012 წელი, როდესაც ჩვენ და ქართველმა ხალხმა სწორედ აქ თავისუფლების მოედანზე აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ
სუვერენულ და მშვიდობიან საქართველოს სურს ცხოვრება. და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ხალხმა ქვეყანა ანტიეროვნული, მრჩაგვრელი და მოღალატე რეჟიმისგან გაათავისუფლა. და დღეს აქ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ ყველას ვაჩვენოთ, რომ საკუთარ ღირსებას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას ბოლომდე დავიცავთ. უბასო მეგობრებო, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ერმა არაერთი რთული პერიოდი გამოვიარეთ. გავიარეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული მჩაგვრელი რეჟიმის ურთულესი პერიოდები. დღეს სოფლიოში დრამატული მოვლენები ვითარდება. მიმდინარეობს ომები ახლო რეგიონში. თავად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამიტომ ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ომის ფასი და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ჩვენ კარგად გვესმის თუ რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. ბოლო წლებში ამ ურთულეს დროში არაერთი პროვოკაციის, დესტაბილიზაციის და რევოლუციების მცდელობის მიუხედავად ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა. პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლება სწორედ დიდი ილია ჭავჭავაძის შეგონების ერთგულნი ვართ და მტკიცედ ვიცავთ თავარ პრინციპს, რომ ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს. დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევები და გლობალური საფრთხების ეპოქაში ვიმყოფებით. აშკარა რომ სოფლიო წესრიგი იცვლება და ხვალინდელი სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ. ამ ვითარებაში უნიკალური ქართული გამოცდილების არსი სწორედ ის არის, რომ ჯერ პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ და ყველა შევახსენოთ, რომ ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერების უნიკალურობისა და თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალების, მტრული აქტორების მეშვეობით ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ცდილობენ თავს მოგვახვიონ ფსევდოლიბერალური ღირებულებები. ისინი ებრძვიან ჩვენს ტრადიციულ ქართულ ოჯახურ ღირებულებებს, ქართველი ხალხის ჩაგვრელი კრიმინალების დაბრუნებას ცდილობენ ხელისუფლებაში. თავარი მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებს არ ესმით თავარი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს მთავარ ქრისტიანულ ღირებულებებს, მთავარ ფასეულობებს ებუძნება ჩვენი ქვეყნის ისტორია და ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვო დედო ქართულ იდენტობას დაერთიან და ჩვენს ძლიერებს. სწორედ ამის დამსახურება, ძვირფასო მეგობრებო, რომ უძველესი პატარა ქვეყანა რთული გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მყოფი გადაურჩა აი ამ რთულ გამოწვევებს, იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი თუ ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა. რასაკვირველია, ჩვენი ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ პროგრესზე, განვითარებაზე, განახლებაზე, მაგრამ როგორც ვიცით, ხშირად ბოროტება სწორედ განახლების სახელით მოდის ან ცდილობს დაბრუნებას. ასე ხდება დღესაც ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში. ეს ეგრეთ წოდებული შენიღბული ჯალათები, მკვლელები და მჩაგვრელები ცდილობენ ახალგაზრდების და ბავშვების
ამოფარებულები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და უცხო სახელმწიფოების ინტერესების გასატარებლად. დღეს ეს ძალები, ძვირფასო მეგობრებო, ებრძვიან ჩვენს თავისუფლებას, ებრძვიან ჩვენს სიმართლეს, ებრძვიან გამჭვირვალობას, მათ სურთ დაანგრიონ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები. ისინი თავს გვახვევენ LGBT პროპაგანდით, ბავშვებისთვის ქესის შესვლის დაკანონების მდელობით, აიძულებენ ქვეყნებს და ერებს ასეთი სიახლეები მიიღონ დააკანონონ, რითაც ცდილობენ ადამიანი მოწყვიტონ საკუთარ ფესვებს. ამიტომ ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ჩვენი რწმენაა, სწორედ ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ოჯახური ფასეულობებია. რა თქმა უნდა, ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვინდა. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ არ ვემსახურებით არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს, არამედ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. ამიტომ დღეს ჩემო ძვირფასებო, არჩევანი მკაფიოა, ან მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ან ისევ ომი, ქაოსი და არეულობა. დღეს კიდევ ერთხელ აქ ჩვენ ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით თქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მოვალს. დაიცოდეს ყველა, რომ საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ მამული ენა და სარწმუნოება. მერტი იყო ჩვენი ბარველი. მადლობა. დიდი მადლობა. ერთი ამბავი უნდა გაგიზიაროთ. ესეთი მესიჯი მომივიდა. მცხეთელები, იმდენი ხალხიაო აქციაზეო, მცხეთელების სახელთან რო გამოვედით, პირდაპირ აქციაზე აღმოჩნდითო. დიდი მადლობა ასეთი ერთობისთვის, ქართველებო. დიდი მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომელთაც აქ ხედავ უამრავს, რომელსაც ვერასდროს მოატყუებენ, ეს არის მთავარი. ქართველს ვეღარასდროს მოატყუებენ, ვერასდროს ატყუებდნენ, ამან გადაგვარჩინა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული გენეტიკა, რომ ქართველები ყოველთვის ყველაზე რთულ სიტუაციაში ხვდებით, რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რამ უნდა გადაგვარჩინოთ და ეს ყველაფერი საბოლოოდ ერთიანდება რწმენაში, რომლის ჩანაცვლებაც მოგვინდომეს და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, მამული ჩვენ ქვეყანას გაუმარ? დიდი მადლობა და მე მინდა ახლა სიტყვით გამოსვლავთ ხო იმ ადამიანს, რომელიც ცოტა გვიან შემოუერთა ჩვენს გუნდს. ჩვენ ასე ვიყავით, მე მინდა მივესალმო ჯერ პირველ რიგში 2012-იანელებს რომ ეძახით. თქვენ თავს და ყველას მოგესალმებით. ვიძინა ივანიშვილის გვერდით მაშინ ბრძოლა გაბედა. სიცოცხლის რისკად. ყველას უღრმესი მადლობა და ყველას ვინც მერე შემოუერთა ჩვენ გუნდს, ვინც იბრძოლა, ვინც დღესაც იბრძვის, იმიტომ რომ ბრძოლა არ შეწყვეტილა. იმდენად დიდია გამოწვევა, რომ ბრძოლა არ წყდება სამშობლოსთვის. ეს ყველას უნდა გქონდეს გათავისებული და ეს ასეც არის. და მე მინდა თხოვო შალვა პაპუაშვილს, რომელიც მართლაც აღმოჩენა იყო ჩვენი გუნდისათვის, დღეს ის პარლამენტის თავმჯდომარეა და თავისი ღირსებით დგას ამ ბრძოლაში. მოგესალმებით. 35 წლის წინ აქ ამ გამზირზე შეკრებილმა ქართველმა ერმა შეჰფიცა, რომ არ დათმობდა თავის სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ მწამს, არ გადაუხვევდა თავისუფლების გზიდან და ფიცისთანავე საკუთარი სისხლით დაამტკიცა მიღებული ურყევი გადაწყვეტილება. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და დავიწყეთ სვლა თავისუფლებისკენ. შეუდექით საკუთარი თავის ხელახალი შეცნობის მძიმე, მაგრამ გარდაუვალ გზას და მოვედით დღევანდელ დღემდე. ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ამ ისტორიულ ადგილის მნიშვნელობას, არის დამოუკიდებლობა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ეს იყო ის მოწოდება, რომელმაც ქართველი ერი საერთო მიზნით დამუხტა და თავისუფლება მოგვაპოვებინა. დღეს ჩვენ კვლავ გავართ აქ,
ერთ მუშტად შეკრული დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები, ვინაიდან ვიცით, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის ღირებულებებია, რომლებსაც მუდმივად სჭირდება დაცვა და გაფრთხილება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ყოფილა დღე, როდესაც ჩვენი თავისუფლება დასაცავი არ ყოფილიყო. ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა და ემუქრება ხილული და უხილავი საფრთხეები. იქნებოდა ეს საბჭოთა ტანკები თუ ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისა და ღირებულებების გადაგვარების თანამედროვე მცდელობები. ხედავთ ზოგიერთის სურვილს, რომ საქართველო იყოს სხვა ძალების ინტერესების გატარების ინსტრუმენტი, სხვების ნებასურვილის შემსრულებელი სატელიტი ქვეყანა. ჩვენთვის კი მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომაც არის რომ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეროვნულ თვითყოფადობას, ხდება პრინციპული საკითხი ნებისმიერთან ურთიერთობაში, იქნება ეს მტერი თუ მოყვარე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ გაერთიანებაში უნდა ემსახურებოდეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებს და არა პირიქით. ის, რომ ჩვენ ქართულ ინტერესებს ვიცავთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივართ. პირიქით, საქართველოს და ქართველებს მხოლოდ მაშინ გვცემენ პატივს, როგორც თანასწორ სახელმწიფოსა და ერს, როდესაც ჩვენ მტკიცედ დავდგებით ჩვენი ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის, სულიერების, სახელმწიფოს თანაშემოქმედია ჩვენი ვაზით, ჩვენი რწმენით, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიით. ამიტომ ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები. ამიტომ საქართველო კი არ ისწაფის ევროპისკენ, საქართველო არის ევროპა. ეს უნდა გაითავისოს დიდმაც და პატარამაც, შინაც და გარეთაც. დღეს პოლიტიკურ დღისდაშიში დგას ორი საკითხი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენს ცხოვრებაზე უცხოური გავლენა. ორივე შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ გვიპირისპირდებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სიამაყე ჩვენი თვითყოფადობის გამო, არ გააჩნიათ ეროვნულობის განცდა და კუთვნილება ქართულ საწყისებთან. ისინი საქართველოს უფრო მაღლა აყენებენ უცხოეთს, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ ქართველმა კაცმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი ბედი და მომავალი. ჩვენი თაობებისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არ არის მხოლოდ სიტყვები. ამ სიტყვებთან დაკავშირებულია ბრძოლა, მსხვერპლი, ტკივილი და დიდი სიხარულიც. ჩვენი ვალია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამაც გაიაზროს, რომ დამოუკიდებლობა ჩვენთვის არავის უჩუქებია, რომ მას მუდმივად ესაჭიროება დაცვა და განმტკიცება. საკუთარი თავის შეცდომა მართლაც ტკივნეული აღმოჩნდა და კარგად გამოჩნდა, ვინ რას უწოდებს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ სწორად გაგვიგია, სწორად შეგვიცნია რა არის საქართველო, რა არის მისი სული და ღერძი. ჩვენ ამაყი და შეუდრეკელიერი ვართ, გონიერი და სულფასოვანი. ამიტომაც ვართ აქ დღეს ერთმანეთის მხარდამხარ ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად. მინდა აქ მოსულ თითოეულ ადამიანს, დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, ერსა და ბერს, საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მოქალაქეს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. დიდი მადლობა შალვა. ჩემო მეგობრებო, არ შეიძლება რომ ამ საკითხს გვერდი აუაროთ და არ ვახსენოთ, როგორც კი მნიშვნელოვანი მომენტი დადგა და მართლაც ღირსებაზე მიდგა საქმე, მართლაც ღირებულებების ომში ჩართვა გახდა საჭირო, მართლაც დიდია ზეწოლა ამ დროს ერი და ბერი და შემთხვევით არ ვამბობ, ერი და ბერი ერთ მუშტად შეიკრა და ჩვენ ვნახეთ ჩვენი ეკლესიის ძალიან მკაფი ოპოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ შევიკრიბეთ და დიდი მადლობა გადაუხადოთ. მივესალმოთ ჩვენს პატრიარქს.
მივეცალმოთ ჩვენ სამღვდელოებას, რომლებსაც ძალიან დიდი დამსახურება აქვს ისტორიულად ქართული ისტორიის, მამულის, რა თქმა უნდა, რწმენის ენის გადარჩენის საქმეში და ღმერთმა ქნას ჩვენს ქვეყანას არ მოუშალოს რწმენა და არ მოუშალოს ღვთისმსახურები, რომლებიც ყველაზე სწორ დროს, სწორ ადგილზე დადგებიან კვლავაც და ყოველთვის. ძალიან ბევრს უნდა ხოლმე, რომ რაღაცნაირად შექმნან სიტუაცია, თითქოს აი ეს მიმართულება ცოტა ძველმოდურია, ყალგასულია, რეტროგრადიულია მეტიც და სხვაგან არის სინათლე და სხვაგან არის თანამედროვეობა. არაფერია იმაზე თანამედროვე, ვიდრე რწმენაში ადამიანი, რომელიც თანამედროვე ტრენდს ეგრეთ წოდებულს ისე მიყვება, რომ ბადალს არავის არ ჩამორჩება, თავისი განსწავლულობით, თავისი თანამედროვეობით, თავისი დემოკრატიულობით, თავისი ევროპულობით, თავისი განათლებით, თავისი სამშობლოს სიყვარულით. არ შეიძლება ეს ადამიანები მივიჩნიოთ სადღაც იქით კუთხეში, სიბნელეში, წარმოუდგენელია. განათლებული ადამიანი, განათლებული მომავალი თაობა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი საყრდენი და ჩვენი მომავალი. ამიტომ კიდევ ერთხელ ამ ახალგაზრდებს განსაკუთრებულად მივესალმები და მე მათ ერთ წარმომადგენელს მინდა ვთხოვოთ ძალიან პატარა შესავლით. აქ ცოტნე გვეწრება ივანიშვილი დღეს ნახეთ ალბათ ვინც ტელევიზორს უყურებს. მან თავის თავზე გამოცადა რას ნიშნავდა იმ რისკების გადატანა, რაც მისი ოჯახიდან გამომდინარე, მისი მამის, მისი დედის, მისი მშობლების დიდ რისკზე წასვლასთან ერთად იყო. და შეიძლება მასშტაბი სხვადასხვა იყოს გულწრფელად რომ ვთქვათ. მაგრამ აქ მინდა წარვადგინოთ თქვენ წინაშე ერთი ადამიანი, რომელმაც ასევე თავის ოჯახზე, თავის თავზე გადაიტანა ბევრი რამ და არც ერთ ადამიანს არ შეარჩინა არც ერთი სიტყვა, როგორც კი ამის საჭიროება დადგა. ბევრი იცნობთ, ბევრი არ იცნობთ. მე მინდა თქვენ წინაშე ბაქარ ადამია წარვადგინო. მოგესალმებით. მე ვარ ამ ქვეყნის შვილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხის ხელში გავიზარდე. მამა, ნათლია და მამის მეგობრები ერთად იბრძოდნენ აფხაზეთში რუსეთის წინააღმდეგ. ეს იყო თბილისის მოხალისეთა ბატალიონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბოლო დღემდე იბრძოდა და სოხუმის სულ ბოლოს კოდორის ხეობის გავლით დატოვა. სწორედ იმ ხეობის, რომელი ხეობას ტყვის გასროლის გარეშე ჩააბარეს ამ რუსებს და ეს ხეობა დღეს აღარ არის ჩვენი. მამაჩემი და მათი მეგობრები დღეს აი აქ იმყოფებიან, აქ დგანან ჩვენს გვერდზე და ისინი კვლავ იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს. ამ ხალხს ვერ ასწავლით ქვეყნის სიყვარულს და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას. მათ ეს უკვე დაამტკიცეს საქმის და ქვეყნის მიმართ ერთგული სიყვარულით. პირადად ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის კი დიდი პატივია გვერქვას ამ კაცების აღზრდილი შვილები. რაც შეეხება ევროპას. ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია და ამას წინ ვერაფერი დაუდგება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იღვწოდა, რომ ქონოდა ეს საერთო ღირებულებები, რომლებიც ჩვენი რწმენიდან და ქრისტიანობიდან მომდინარეობს. ჩვენ ვართ ჭეშმარიტი ევროპელები, ჩვენ ვართ ევროპის აუღებელი კარიბჭე, რომელიც მიწასთან ანარცხებდა ყველა მტერს. და რომ არა უფლის წყალობა, სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ მოაღწია ჩვენმა ერმა დღევანდელ დღემდე. ჩვენ უნდა ვიაროთ უფლის გზით, მხოლოდ ესაა ჭეშმარიტების გზა, გზა, რომელიც მოგვიყვანა ჩვენს და ევროპას დღევანდელ დღემდე. ქართველი ხალხი ვერ უღალატებს რწმენას, რადგან არ არსებობს საქართველო რწმენის გარეშე. მოგმართავთ ჩემ თანატოლებს. კარგად გავიაზროთ, რომ ეს არ არის ბრძოლა პარტიებს შორის. ეს ბრძოლა არის მთელ მსოფლიოში გამოცხადებული ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგ. და უნდა დავფიქრდეთ, რომელ მხარეს დგებით. მე მჯერა, რომ თქვენ ამ ყველაზე დიდი ერთობის ნაწილი ხართ, რომელსაც მამული ენა სარწმუნოება ქვია.
და მოგმართავთ აქ დგომ ადამიანებს და თანამოაზრეებს. თამამად აიმაღლეთ ხმა თქვენი რწმენისა და ქვეყნის დასაცავად და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვაშკაცობა ოდითგან მოგდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს, რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე. დიდი მადლობა. კიდევ ერთი საამაყო ახალგაზრდა კეთი კეკელიას მინდავთ ხო? სიტყვით მოგმართოთ პატივცემულო მეგობრებო. გამარჯობა. დღეს აქ უამრავმა ახალგაზრდამ მოვიყარეთ თავი და ჩვენი მშობლების, ბებია ბაბუების თაობებთან ერთად წარმოვადგენთ სწორედ იმ საქართველოს, სადაც სხვადასხვა თაობა დგას ერთად და არა ერთმანეთის პირისპირ. ამ დღეებში ახალგაზრდების სახელით მოსაუბრე არაერთი ადამიანი ვიხილეთ, რომლებსაც განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლიათ და დემოკრატიისა და ევროპულობის სახელით ებრძვიან ყველას. დიახ, ებრძვიან ყველას, ვინც მათ სუბიექტურ პოზიციას არ იზიარებს. დღეს ეს ადამიანები აკეთებენ ყველაზე არაევროპულ საქმეს, როდესაც ევროპას არაევროპულად წარმოაჩენენ და ამით ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და ევროინტეგრაციის პროცესს შეუშალონ ხელი. არა და ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ისახავს მიზნად და სხვა ყველაფერი კი უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციებია. მეცაც ვიტყვი, საზოგადოების ამ მცირე ნაწილს ევროპა ყველაფერ მშობლიურზე უარის თქმად წარმოუდგენია. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი, თავისუფალი და ევროპული ღირებულებებით სავსე საქართველო. ჯერა, რომ ჩვენი ოჯახებისა და წინაპრების სიყვარულით შევძლებთ მშვიდობიანი გზით მივიყვანოთ საქართველო იმ წერტილამდე, რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი საამაყო ქართველები ევროპულ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციაზე, რომელიც კულტურის, ისტორიის, იდენტობის და სარწმუნოების პატივისცემაზე დგას. ჩვენ გვჯერა, რომ ღირსებით და მშვიდობით კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ და ყველანი ერთად ვიზაიმებთ სწორედ იმ დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს, ღირსებით ევროპისკენ. დიდი მადლობა. ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ვაჟა კოკაია, მინდავთ ხო? მოგმართოთ სიტყვით. მისი მეგობრები აქეთ გამოირჩევიან განსაკუთრებული აქტიურობით. აბა კიდევ ერთხელ გავამხრეოთ, ჩვენს ქვეყანას გაუმარ! მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით ჩემო საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვებრძვიან, ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მათ დაკნინებას და დამონებას ცდილობენ. აქ მდგომი უამრავი ჩვენი მოქალაქე არის ქართული საზოგადოების სახე. ჩვენ ვდგავართ იმ მხარეს, სადაც ერის ყველა დიდი წინაპარი იდგა. აქ ვართ იმისთვის, რომ ჩვენი თვითმყოფადობა არასდროს დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ ბიზნესკენ მიმავალი გზა კი დღეს გამჭვირვალობის კანონზე გადის. ახალგაზრდები აქ მოვედით ახალგაზრდული მსვლელობით, რომლის ერთადერთი დევიზი იყო ღირსებით ევროპისკენ, ღირსებით, ჩვენი ქართული მამულით, ენით და სარწმუნოებით ევროპისკენ. ჩვენ შემოგვიერთდა ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი, ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერი და თანამებრძოლი. მე მინდა თითოეულ თქვენგანს მოგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა ამ გვერდში დგომისთვის და ამ ერთიანობისთვის. აქ შეკრებილმა ადამიანებმა ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გზა მშვიდობისკენ მიმავალი გზაა.
რაც კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და მოგვიტანს მეტ განვითარებასა და პერსპექტივას. ეჭვი არავის გვეპარება იმაში, რომ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ და ისიც კარგად გვესმის, რომ სწორედ ის დესტრუქციული ძალები ტრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომლებიც არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციურ ტელევიზიებს ამოფარებულნი ებრძვიან ეკლესიას და თავს გვახვევენ LGBT პროპაგანდას. ჩვენ აქ მდგომი თითოეული მოქალაქე მივიწევთ ღირსებით ევროპისკენ. ამ გზაზე კი არ არსებობს არანაირი წინაღობა, რომელსაც მისი აღმატებულება ქართველი ხალხი ვერ დაძლევს. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელმაც გადაწყვეტილებები საკუთარი სურვილით უნდა მიიღოს. მადლობა თქვენ, წარმატებები და ღვთისწყალობა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთად მივდივართ ღირსებით ევროპისკენ, ჩვენ ერთად მივდივართ ევროპისკენ ჩვენი მამულით, ენით და სარწმუნოებით. დიდი მადლობა ვაჟას. მეგობრებო, მე ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენ აქ ამდენი ადამიანი შევიკრიბეთ, აქ განსაკუთრებული მუხტი შექმნა იმან, რომ თქვენ გეგულებათ ადამიანები, რომლებიც თქვენ სიტყვას იტყვიან, თქვენ სათქმელს იტყვიან და ამ ბრძოლაში იქნებიან წინ, იქნებიან წინახაზზე და განსაკუთრებულ სიტყვას იტყვიან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ევროპულობის, ეკონომიკური განვითარების, ლიდერობის საქმეში ზოგადად. მე ბევრს ალბათ ირაკლი კობახიძეზე ვერ ვილაპარაკებ, მე ვიცი რომ ამაზე ღირსეული თანამებრძოლი ბევრი არ შეიძლება დადიოდეს ამ ქვეყანაზე, ამიტომ პირდაპირ წარმოადგენთ და ვთხოვ რომ თქვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მოგმართოთ. მოგესალმებით. ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს ძალიან ამაღელვებელია ამდენი გულანთებული ადამიანის წინაშე გამოსვლა. მე მინდა მოგესალმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მშვიდობიანი განვითარების და ღირსეული ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, რომლებიც დღეს აქ ხართ შეგრებილი. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ქართულ საზოგადოებას აქვს მყარი ღირებულებები და ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ღირებულებებით გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კონკრეტულ გავლენიან ძალებს ევროკავშირი წარმოუდგენიათ როგორც არასუვერენული სუსტი სახელმწიფოების ერთობა, რომლებიც დაცლილი უნდა იყვნენ ყოველგვარი იდენტობისგან და ღირებულებებისგან. თუმცა სინამდვილეში ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძლიერი, თუ ის გაერთიანებს სუვერენულ სახელმწიფოებს, თუ ის გაერთიანებს ღირსეულ სახელმწიფოებს, სადაც სათანადო პატივსცემენ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას, დემოკრატიას და სამართლის უზენაესობას, საზოგადოების მორალურ ღირებულებებს. ჯერა რომ საქართველოს როგორც ღირსეულ სახელმწიფოს, რომელსაც მისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე განსაკუთრებულად ესმის დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის ფასი, შეუძლია განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ევროპული სუვერენიტეტის და ღირებულებების გამტკიცებაში, ევროკავშირის როგორც სუვერენული და მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობის აღორძინებაში. იგივე ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ევროპული ღირებულებების დაკნინებას ცდილობენ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროპულ ოჯახში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს და ტრადიციულ ღირებულებებს კართან დავტოვებთ, თუ დავთმობთ მორალს, ეკლესიას და სარწმუნოებას, თუ დავთმობთ დემოკრატიას და სამართლის უზენაესობას, თუ დავთმობთ დემოკრატიულ არჩევნებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას, თუ დავთმობთ ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფოსტა. როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს. ამიტომ საქართველოს აქვს სრული უფლება ჩვენ სახლში შემოსვლამდე ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტის და ღირებულებების პატივისცემა მოთხოვოთ. არსებობს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი. პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. ავღანეთის და უკრაინის მაგალითებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს ერთადერთი მუდმივი მეგობარი მისი სუვერენიტეტია. სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვერ დავყვებით ვერც ერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, რომლებიც აქ
ამ მოედანზე სწორედ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა შეეძებნენ. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიძის სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია. 2020 წლიდან რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა NGO-ებმა უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა. მათ ეს ქვეყანა 3 წელი არ დაასვენეს და პრაქტიკულად მუდმივ რევოლუციურ რეჟიმში ამყოფეს. უფრო შორს წავალთ, ისინი უკვე 20 წელია არ ასვენებენ ჩვენს ქვეყანას. ახლა კი ოხონდ საკუთარი შავი ფული დამალონ, ქვეყნის არევის მესამეც დასაც არ ერიდებიან. ყველას, ვინც ეწინააღმდეგება NGO-ების გამჭვირვალობას, სინამდვილეს შემოძრავებს ერთ-ერთი მიზანი. ეს ქვეყანა არასოდეს დაასვენონ და მუდმივად ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეზე ატარონ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა. ქვეყანა მშვიდობა შეუნარჩუნა და კანდიდატის სტატუსიც მიიღო. აქედან ჩანს, რომ თუ თავს არავის დაუხრი და ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ. სახელმწიფოს მუდმივ მტრობაზე, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია, პასუხისმგებლობას ინაწილებს ყველა მისი მხარდამჭერი და ამორჩეველი. ყველა იმ ამორჩეველმა, რომელმაც 2021 წელს ხმა მისცა ნაცმოძრაობას, ხაზარაძისთან გახარიას პარტიას, გირსთან სხვა რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ხმა მისცა არეულობას და მეორე ფრონტ საქართველოში. თითოეულ ამ ამორჩეველს მოუწოდებ ოქტომბერში თავის პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის წინაშე უკეთესად გაიასწროს. მადლობა ქართულ ხალხს. მადლობა ქართულ ხალხს, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და გამოცდილება. ყველას ერთულ მომენტებში, სწორედ ქართული საზოგადოების სწორმა პოზიციამ და თანადგომამ მოგცა შეასრულობა დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. არ დაგვეშვა ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება და საქართველოს უკრაინიზაცია. მადლობა ქართულ ხალხს ამისათვის. მადლობა ყველა ღირსეულ ქართველს, პედაგოგებს, ექიმებს, სასულიერო პირებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მაშველებს, ვეტერანებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, დევნილებს, მეწარმეებს, მუშებს, ფერმერებს, გლეხებს, ყველა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებს, ყველას ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დადგნენ იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა დადგნენ საქართველოს სუვერენიტეტის და სწორი ღირებულებების ხარეს. გასული კვირების განმავლობაში გაიმართა პოლიტიკური უმცირესობის რამდენიმე აქცია. იმ აქციებს და ჩვენ დღევანდელ შეკრებას ერთმანეთისგან განასხვავებს ერთი მთავარი პრინციპული რამ. ის აქციები იმართებოდა მონური დამოკიდებულებით. ის აქციები იმართებოდა ლოზუნგით ოხონდ ევროკავშირის წევრი გახვდეთ და სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტრადიციული ღირებულებები ჭირსაც წაუღია. ამ ადამიანებს ერთი რამ არ აქვთ გააზრებული. თუ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა. დღეს საქართველოს ჭირდება განვითარება. ჭირდება ეკონომიკის სწრაფი ზრდა, გზების, აეროპორტების, პორტების, ელექტროსადგურების, სტადიონების მშენებლობა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესება. საქართველოს ჭირდება გამარჯვების გზებზე სიარული და ეს აუცილებლად ასე იქნება. ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ბიზინა ივანიშვილმა დააფუძნა. ბიზინა ივანიშვილმა მოგცა თითოეულ ჩვენგანს ქვეყნისთვის თავდადების, ჰუმანურობის, პრაგმატულობის და მოთმინების მაგალითი. მან მოგცა უანგარო პატრიოტობისა და ეროვნული საქმის კეთების მაგალითი. მოგცა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაიღო მაქსიმუმი შენი ქვეყნის იდენტობისა და თვითყოფადობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ბიზინა ივანიშვილმა მოგცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი. საქართველოს ერთგულება და ეროვნული საქმე არის ის, რასაც ბიზინა ივანიშვილს ბევრ პატიობენ ამ ქვეყნის დამონებისა და დაჩაგვრვის მოსურნე ადამიანები.
მადლობა ბიზინა იუნიშვილს იმისთვის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. მადლობა მას იმისთვის, რომ სწორედ მშვიდობით და ეკონომიკური წინსვლით ჩვენ გახდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მადლობა ბიზინა იუნიშვილს ამისათვის. უკვე რამდენიმე თვეა გვემუქრებიან, რომ თუ არ დავთმობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სასამართლოს დამოუკიდებლობას, არ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. აქ ერთი რამ უნდა ითქვას. დღეს მოლაპარაკებები აქვთ გახსნილი უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაშინ როდესაც საქართველო ერთი თავით მაღლა დგას ორივე ქვეყანაზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის, სიმცირის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ ევროკავშირის ინტერესებშია სამართლიანობა, რაც შეიძლება მალე აღადგინოს. აქ გახართ ადამიანები, რომლებიც გამოხატავთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის პოზიციას. ჩვენ მოუწოდებთ ევროკავშირს 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები წელსვე. ეს არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა, რომელსაც ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო იმსახურებს. გარდა ამისა, მოუწოდებთ ყველას იზრუნონ ქართულ ხალხზე და არა ქვეყნის არევის მოსურნე NGO-ების მიერ შავი ფულის დამალვაზე. ეს იქნება ღირსეული და პასუხისმგებლობით გამშვალული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ოქტომბერში ველოდება უნიშნულოვანესი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმიც NGO-ების და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შესახებ კანონებთან დაკავშირებით. დღეს ქართულ ოცნებას მოქალაქეების 60%-ზე მეტი უჭერს ხარს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ ქართული ოცნება რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ დიდი უპირატესობით აამარცხებს და ზედიზედ მე-9 საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს. ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს შემდგომი წინსვლის და განვითარების აუცილებელი პირობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამაყება, რომ ვარ ქართველი. მე ამაყება, რომ ვარ ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი. საქართველო აუცილებლად ივლის წინ. საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ. და რაც თავარია, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ჩვენი უმთავრესი ოცნების სახდენისკენ, საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისკენ. წინასწარ დილოსავთ აღდგომის განავლე დღესასწაულს, ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის მფარველი. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა ამ მუხტისთვის. ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია, ძალიან დიდი სტიმულია თქვენი ესეთი აქტიურობა, თქვენი ესეთი ენერგია იმდენად გვავსებს, იმდენად ბრძოლაში გვატებს, რომ ვერ წარმოიდგენთ. კიდევ ერთხელ ამიტომ მე მინდა ქართველებო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ რაც არ უნდა მაგარი ბიჭები და გოგოები ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ესე მყარა და ესე ამაყად ვერ გადავიტანდით ამ დღეს და ვერც მომავალში ვერაფერს გავაკეთეთ, რომ არა ქართველი ხალხის ერთობა. თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ბრძნული გადაწყვეტილებები, რომ ხარი მართალს დაუჭიროთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ქართულ ოცნებას გაუმარ და მის აღმატებულება ქართველ ხალხს გაუმარ და ეს სიამაყე შემთხვევით არ არის. რით ვერ გაგვიცნეს, რომ იმდენად ამაყები ვართ, იმდენად გვიყვართ ჩვენი სამშობლო, რომ ჩვენ სამშობლოს, ჩვენს იდენტობას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს მომავალს არ დავთმობთ და მე მგონი უნდა გადავიდეთ მთავარ თემაზე, დღევანდელი დღის ერთ-ერთ მთავარ თემაზე. რით ვერ გაიცნეს ერთი ქართველი პატრიოტი კაცი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც როგორ არ შემოუარეს, როგორ არ დაემუქრენ, როგორ არ სცადეს მისი დაშანტაჟება, მაგრამ ის ყოველთვის ადრეც, ახლა და მომავალშიც ასე იქნება ჩვენი ქვეყნის გვერდით. ბიძინა ივანიშვილს გაუმარ და მე მინდა მოგთხოვო, რომ ქართულ საზოგადოებას მიმართოს სიტყვით.
მივესალმებით სიყვარულო მეგობრებო. მივესალმებით ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერის ღირსეულ შვილებს. ყველას მინდა მოგილოცოთ ბრძობა და წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა. დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თვითოულ ფეხის ლაბიძზე კარგად უნდა გვახსოვდეს. საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. 2012 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია კეზერაშვილი და სხვები საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად NGO-ების ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ. არადემოკრატიული წესით გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ კაფეოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი. სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, აწამა პატიმრები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე და აყაჭახა ათასობით ბიზნესმენი, გააყალბა არაერთი არჩევნები. მიიტაცა მედია, დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20%. ბევრს გონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშვილის და მისი თანამზრახველების არახუმანური და სადისტური არაპატრიოტული ბუნება იყო. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული. სწორედ ამიტომ იყო, რომ რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სააკაშვილს, გვარამიას და კეზერვაშვილს უმანკო კრავებად გვიცხადებენ და არსებული ხელისუფლების დაჟას ითხოვენ. ამოძღოლებს დღეს ამოძრაებთ სურვილი საქართველოში იგივე ადამიანების არახუმანური და სადისტური დიქტატურა დააბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დაუშვებთ. როდესაც მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი NGO-ებისგანაც სრული მხარდაჭერით სარგებლობდა. მინდა გავიხსენო ინდოელი ლიდერის ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვები მცირე ადაპტირებით. არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდოელიტა. უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდოელიტას უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდოელიტას რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს. ის არის უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და არც საკუთარი ხალხი, რადგან მას სინამდვილეში საკუთრად არ მიიჩნევს. პირიქით, ასეთ ადამიანებს საკუთარი ქვეყანაც და ხალხიც ეთაკილებად, ასეთი ადამიანი არის აკაკისეული ღამურა, რომელიც საბოლოოდ ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს. ასეთი ადამიანები იოლად ექვემდებარებიან გარედან მართვას, რადგან ისინი ყოველგვარი პრინციპებისგან არიან დაცლილი. სწორედ ასეთია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახე და ასეთი იყო ამ ადამიანების სახე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც. როდესაც 2012 წელს გარედან დანიშნული უსამშობლო პოლიტიკოსების სისხლიანი რეჟიმი გავისტუმრეთ, ვფიქრობდი, რომ ჩემი მისია სრულად ჰქონდა შესრულებული. ქართულ ხალხს დაუბრუნეთ საარჩევნო უფლება, ციხიდან გავათავისუფლეთ 15,000 პატიმარი, სრულად აღკვეთეთ პატიმრების სამება და არაადამიანური მოპყრობა, დავასრულეთ ნაციონალური მოძრაობის მედია მონოპოლია, გავათავისუფლეთ ბიზნესი, ქვეყანას მოუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა და გაძლიერებული უსაფრთხოება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვფიქრობდი, რომ 2012 წელს ჩემი მისია სრულად შევასრულე, თუმცა როგორც გაიგო, ეს მიღწევები არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ ყველაფერს გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის. რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ ჩვენი თავი ჩვენადმე უნდა გვეყუდნოდეს.
ამიტომ პრინციპულად და თავდადებით ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით პირადად მე განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად. 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად საქართველოს და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორ პირქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველოს დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველოს მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა. საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ, მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასე გამალებით NGO-ების გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხებენ, თუმცა სრული სიმართლის თმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ისაა, რომ NGO-ების გამჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება შეგიძლია დანიშნო გარედან. მიზანია საქართველოს არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული ღამურების, ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და იგლა ბერბიჯაჩილების ხელით იმართებოდეს. ამის არ დაშვება არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე. NGO-ების დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებას და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არ აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს. დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთმუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის ფასი. შესაბამისად, ურეიტინგო ნაციონალებისა და NGO-ების ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ციფრიზლე უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძველვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ. სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას წელს. შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო თუნდაც მოტყუებული მოქალაქეების შფოთვა აგვეთვალისწინებინა. მეორე, ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არ გაწევის შემთხვევაში შარშან სირთულეები შეიძლება შექმნოდა. წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. ნაციონალებმა და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი NGO-ების გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი გამჭვირვალობის შესახებ კანონის სახელმწიფოს გრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ დავიყვანოთ. სწორ დროს სწორისვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია.
ასევე საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა. ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და LGBT პროპაგანდისა და NGO-ების შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავის ზედმეტად არ აგვეთქივებინა და თუნდაც არჩევნების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით კაფეოთ მინდა გითხრათ. ნუ რავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთ წოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევის თანახმად ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით არაერთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ასახელებენ ვერცერთ საქმეს, რომელიც სასამართლომ პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლით ან ზოგადად უსამართლოდ გადაწყვიტა, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ. როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობების შექმნაა. ასეთ პირობებში ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც 2 და 4 წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეესწრებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დააგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ. ამიტომ LGBT პროპაგანდისა და NGO-ების შესახებ კანონების ინიციირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა. ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არ აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცდის. შესაბამისად, კანონპროექტების ინიციირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალური ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არ გახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არაკლია. ბევრი ჩვენი მოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს ნაციონალები სათანადოდ არ დავსაჯეთ. რეჟიმის არაერთმა ლიდერმა მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა. გასამართლა რეჟიმის დანაშაულებრივი დავალებების მრავალი შემსრულებელი. ამჟამად სასჯელს იხდის რეჟიმის მთავარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი. თუმცა სამწუხაროდ არ მოხდარა ნაციონალური მოძრაობის როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეებრივი დაჯგუფების გასამართლება. საქმეში უშუალოდ შეხედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ მაშინ ნაციონალების დაჯის არავითარი რესურსი არ ჰქონდა. ურესურსოდ ნაბიჯების გადადგმა კი მხოლოდ კონტრპროდუქციული იქნებოდა. კარგად მახსოვს 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. ნაცმოძრაობა ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს. რადიკალიზმი, ეგრეთ წოდებული პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული. რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველოს ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს მადერში გაარღვევდა. ყველა მიხილეთ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოეკომაგნენ. ამ შემთხვევაშიც გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარე. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა. ერთი მხრივ საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სადეს და მეორე მხრივ ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული.
რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ. ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალურ ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც ზოგადად მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2012 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით. საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად გამტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. არჩევნების შემდეგ კი ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოუტანოთ კაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი. რომელსაც ის 9 წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი მაოხრებელი გზირობისთვის იმსახურებს. არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართულ სახელმწიფოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. ჯერ კიდევ 2014 წელს აბა გაიხსენეთ, კარგად გაიხსენეთ. 2014 წელს დავაფუძნე საზოგადოება 2030, შემოკლებით 2030 წელს. მაშინ ევროკავშირის წევრობა ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა და გაწევრიანებაზე საჯაროდ საუბარს ვერ იდებოდი, რადგან საზოგადოებას ჩემი ჭარბი ოპტიმიზმი შეიძლებოდა არ მოწონებოდა. თუმცა ჯერ კიდევ მაშინ ხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. 2014 წელს ხედავდი, გახსენებთ, მაშინ დავაფუძნე ორგანიზაცია 2030. დღეს, როდესაც 2030 წლამდე სულ რაღაც 6 წელია დარჩენილი, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტს განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი, უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. საქართველო ჩვენ ვართ უნიკალური ერი, უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირის საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის. ჩვენი ფეხბურთელების წარმატებამ გაგვიმყარა რწმენა, რომ ოცნებების აღდგენა შესაძლებელია. ქართველ გულშემატკივარს აუხდა 30 წლიანი ოცნება და საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჯერა რომ ეს უდიდესი წარმატება არის პირველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ოცნებების აღდგენის გზაზე. თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთრალებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად ავიხდეთ. კიდევ ერთხელ წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულს. გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ ხნეობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახებს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ, სუვერენულ და ერთიან საქართველოს. საქართველოს გაუმარ! 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 დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მეგობრებო, თქვენ წინაშე იყო ადამიანი, რომელმაც გადაჭარბების გარეშე თქვათ, რომ ქვეყნის ახალი დემოკრატიული ისტორია დაწერა. სამშობლოს სიყვარულის ისტორია დაწერა და დიდი მადლობა მას, გულწრფელი მადლობა ქართველი ხალხისგან. და თავარია, რომ დღეს ჩვენ ამ შეკრებით ქართველმა ხალხმა მოგვცა ლეგიტიმაცია, რომ ამ ეროვნულ გზაზე იმ სულებით, იმ ნაბიჯებით, როგორც აქამდე მივდიოდით, ასე პატრიოტულ ნოტაზე და განწყობაზე, ასე ვიაროთ წინ გამარჯვებებისაკენ, ევროპულობისაკენ, ეროვნულობისაკენ, მამული! ენა სარწმუნოება! მამული! ენა სარწმუნოება! მამული! ენა სარწმუნოება! ჩვენს ამ ღირსეულ ქვეყანას და მის ღირსეულ მომავალს გაუმარ? 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 უღრმესი მადლობა ქართველებო დღევანდელი დღისათვის, ამ ჟინისათვის, ამ შემართებისათვის, ამ ერთიანობისათვის, ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ვერავინ გატეხს ქართულ სულს, ქართულ ეროვნულობას, ქართულ ტრადიციებს, მის ევროპულობას, მის დემოკრატიულობას და ყველაზე ამაყიერი მსოფლიოში იქნება ყოველთვის ქართველი. საქართველოს კიდევ ერთხელ გაუმარ? უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისათვის ყველას. ხიდის თავს შევკარათა პირობა, ჩვენ გავხდეთ ვიძალი ძამანია, ჩავხდეთ მუხრანა ბატონსა, თავს დავანგარიოთ პანია.
მე შენი ნახვა მინდოდა ნის